მეორე ნაწილით ბრუნდებით ეთერში, მივესალმები იმ მაყურებელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დაგვემატება როგორც ყოველთვის ჩვენი მეგობარი საფრანგეთიდან, ბატონი გიორგი ფოფხაძე და თქვენ მაყურებელს შეგიძლიათ როგორც ყოველთვის დარეკოთ პირდაპირ ეთერში, დასვათ რაღაც კითხვები, გამოთქვათ თქვენი აზრები და ჩვენ ყოველთვის გვსიამოვნებს თქვენი აზრების მოსმენა, თუნდაც კრიტიკული აზრების და მე ვფიქრობ, რომ არასოდეს არ გაურბივართ პასუხს, თუ კი ერთად არ შეგვიძლია პასუხის ასე ვთქვათ ნახვა, ჩვენ შეგვიძლია ერთად თქვენთან ერთად პოლემიკით საბოლოო ჯამში ჭეშმარიტამდე და სიმართლემდე მივიდეთ. გიორგი, გამარჯობა, როგორც ხედავ ეთერში ხარ, ხედავ მოგესალმები გიორგი, მოგესალმები გოჩა, ხედავთ ყველას. გამარჯობა. ერთი განსხვავებაა მარტო, ჩვენ დუქს ნაპოლი გვაქვს და შენ არა გაქვს, საფრანგეთში ვერ გიგზავნით. ხო, აი მე მხოლოდ ხალვას გიგზავნი. გიორგი, ჯერ გაძლევ საშუალებას სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე. კი ბატონო. მით უმეტეს შენ მოდიხარ იმ წიაღიდან მოდიხარ იმ ბრძოლები გავლილი, რომელსაც ქვია თავისუფლებისთვის ბრძოლა. კი ბატონო, მე და გოჩას ორივეს ერთად. კი. 1988 წლის 26 მაისი აღნიშნეთ ერთად და გოჩა რამდენი ვიყავთ? ალბათ 100 კაცი, ხო? 100 კი. 100 კაცი და მე რა ვთქვა, რომ მერტმა ქნაასო მაშინ კოსტავამ რომ მალეო აფთენოდესო ეს დამოუკიდებლობის დღეო და საქართველოს დამოუკიდებელი ყოფილიყოს. ალბათ ვერ წარმოვიდგენდით ჩვენ რომ ესე მალე მოხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. თქვენ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენით რომ ესე მალე დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით რომ ესე მალე დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი. მოდი ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით რომ ესე მალე დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი და ჩვენ მოვიპოვებდით დამოუკიდებლობას, თუმცა ჩვენი წვლილიც არის ამ საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლაში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების, ისევე როგორც უკრაინელი დისიდენტების, უკრაინას უსერიოზულესი დისიდენტები ყავდა, ლევკო ლუკიანენკო, ძმები ჩერნოვილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ ვართ იმ ისტორიის მომსწრეები, რაც აი დღემდე განვითარდა 1987 წლიდან, უბრალოდ 87 წლიდან, როდესაც რეიგანის და ფრანსუა მიტერანის სიებით გამოვიდნენ პოლიტპატიმრები გულაგებიდან, ხო? ვილოცავთ ჩვენს საქართველოს, გილოცავთ ყველას საქართველო ვარ ჩვენ ყველანი შენ მე ჩვენ და აი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ისევე როგორც 9 აპრილი 1991 წლის 12 წლის 9 აპრილი მეორე რესპუბლიკის აღდგენის ესე დავარქვათ ამას მეორე რესპუბლიკის აღდგენის დღე და აი რა ვიცი აბა ბედნიერები ვართ ყველანი რომ რაღაც წვლილი გვაქვს შეტანილი ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში და ამ დამოუკიდებლობის მოტანაში. მე არ დამავიწყდება თუნდაც 92 წლის 9 აპრილის დღე, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და შეიძლება იმ დღეს ვერც გებულობდით და ცოტა ვიცინეთ კიდეც რომ აი რა დამოუკიდებლობა როგორ ანაირად, მაგრამ მე როდესაც ამას ისტორია რაღაც პერიოდი გადის და გადახედა თვალს გადაავლებ ისტორია ყოველთვის იცვლება და სხვანაირად აფასებ მოვლენებს. ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა და მე წარმომიდგენია ალბათ რა ხდებოდა 1918 წლის 26 მაისს, როდესაც დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა და მე მომეცა სხვათა შორის საშუალება რომ კიდე მოსწრებოდი იმ მოხუცებს ყველას არა, მაგრამ იმ მოხუცებს საფრანგეთში, რომლებსაც ახსოვდათ 1918 წლის დამოუკიდებლობის დღე როგორ გამოცხადდა და აი მაგაშიც ძალიან ისეთი ბედნიერად ვთვლი თავს, როდესაც
ქართული პასპორტი ვნახე იმ დროის ქართული პასპორტი ხო სულ მინდოდა რომ ჩემი ოცნება იყო რომ როგორც ფრანგი გერმანელი რაღაც ამერიკელი დადის თავისუფლად სოფლიოს გარშემო ისე გვეულო ჩვენს საქართველოს მოქალაქეებს და აი ეს სურვილი წავისწავლეთ არა გვაქვს არანაირი პრობლემა დღეს ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ყველას ულოცავ კიდე ერთხელ პრობლემა სიარულის არ არის, პრობლემა არის ფულში, ანუ ყველას არ აქვს იმის საშუალება, უმრავლესობას არ აქვს იმის საშუალება, რომ გამოიყენოს პასპორტის ის შესაძლებლობა, რომელიც მას აქვს. ისე ჩვენ როცა ფიქრობდით, რომ საბჭოთა კავშირიდან გავიდოდით, აი ამის თქმა ნამდვილად შემიძლია ახლა გიორგისთან ერთად მართლაც უკეთეს სოციალურ-ეკონომიკურ მას ცდილობდით რომ ყოფილიყო, ანუ უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყო. დაცულობა, აი ხშირად იხსენებენ ხო, საბჭოთა კავშირის დროს უფრო დაცულები ვიყავით, ხო? ეხლაც არის ხოლმე, როცა ამბობენ და ვეუბნები რომ ბიჭო, მარტო საბჭოთა კავშირში კი არა. აბა ნახე, ევროპაში როგორ იყო ადამიანი დაცული. ხო, შენ გონია რომ საბჭოთა კავშირი იყო საუკეთესო დაცვა, იმიტომ რომ დღეს როცა ადარებ რაღაცას, ხო? ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო დაცული, სოციალურად პენსია ისეთი ქონოდა, საშუალებები, შანსები სოფლიოში ემგზავრა, როგორც ევროპელებს ჰქონდათ, როგორც იმ დამოუკიდებელ ქვეყნებს ჰქონდათ სინამდვილეში და არა ისე, როგორც დღეს ვართ. და რა მიგვიყვანა აქამდე? მიგვიყვანა აქამდე იმან, რომ ჩვენ ვირჩევთ იმ ხელისუფლებებს, რომლებიც სტანდარტებში, სახელმწიფო სტანდარტებში არ ჯდებიან და ფულის მოპარვაზე არიან გადასული მარტო. ძალაუფლების დათმობა აღარ უნდა, იმიტომ რომ როგორი ძნელი დასათმობია, იცი, თვეში ამდენი რომ შემოგდის, დათვლილი რო გაქვს და დაახლოებით ისი შენი შემოსავალი რა უნდა იყოს და ეხლა ვიღაც გეუბნება, რომ არა, შენ უნდა დათმო ეს ყველაფერი. არა, მხოლოდ დათმო, შეიძლება ამისთვის პასუხიც აღო. მე პასუხიც აღო, კი ბატონო და ეგ არავის არ მოწონს და წასვლა მე აღარავის აღარ უნდა და ჩვენც ამას რატომღაც ვითმენ და მე კიდე აგერ და დარეკა გიორგი იქნება ვაცალოთ ბიჭო ამ და დაცლამ ხო ამოვიდა ყელში რა უნდა ვაცალოთ კაცო ამდენი ხნის მანძილზე ვერ ნახე რა საკეთებს რა უნდა ვაცალოთ ვის უნდა ვაცალოთ ხო ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ რომ ტელეფონის ნომერი იქნება გამოიტანოთ ეკრანზე კი ბატონო ისე მოგვილოცა სხვათა შორის შენ სადაც ახარ იმ სახელმწიფოს ლიდერმაც ქართველ ხალხს მოულოცა და აქვე მიაყოლეს კრიტიკა იმისი რომ ამ ხელისუფლების კიდე უფრო მეტად ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებმა სამივე ანუ გაერთიანებული განცხადება გააკეთეს გერმანიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა და გასული წლებისგან განსხვავებით სიტყვა საქართველოს ხელისუფლება ამოღებულია ამ მოლოცვის ტესტიდან ძალიან მნიშვნელოვანია რუბიოს ტექსტშიც იგივეა რაც რუბიოს ქართველ ხალხის ნებაზე საუბრობს ხო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ანუ ფაქტიურად მართლად დადგა ის მომენტი როდესაც სკოლაში რომ სწავლობდით გახსოვს სამართალში როდესაც ხელისუფლება ვერ მართავს ისე როგორც საჭიროა და ხალხს როცა არ სურს ისე როგორც ხელისუფლება მართავს ხო ეს არის კრიზისი აბსოლუტური პოლიტიკური კრიზისი და ესენი არ ხვდებიან ან ვერ ხვდებიან ან არ უნდათ გაგება ანუ ფაქტიურად ჩვენ გვითხრეს რომ თქვენ ხართ პოლიტიკურ კრიზისში და საქართველოს ხელისუფლებას მიცეს კიდევ ერთხელ ერთი შანსი რომ მობრუნდით ამ ყველაფრისკენ და დავიწყოთ მართლა აი ჩვენ თუ დიპლომატიური ენით გავყვებით ამას იქ წერია რომ მოდით მობრუნდით და ჩვენ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან მით უმეტესო ჩვენ კანდიდატის წევრის ქვეყნის სტატუსი გვაქვს და ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი რომელიც ფუნდამენტური დოკუმენტია ჩვენსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ხო ბიჭო ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენი ხელისუფლება ვერ ქმნის იმ ეკონომიურ გარემოს გიორგი მიმით დაიწყო რომ ჩვენ პასპორტი გვაქვს და ფინანსები არ გვაქვს ჩვენ ევროკავშირმა გაგვიხსნა ბაზარი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია 7000 დასახელების საქონელი შევიტანოთ ნულოვანი გამბაჟებით ევროკავშირში. კვოტები გვაქვს ფაქტიურად მონიჭებული, რომელსაც არ ვიყენებთ. კაცო, კვოტა გაქვს, მაგრამ თუ ხელს არ შეუწყო ფერმერს
ის რას მოიყვანს, როგორ გაყიდის და დღეს ხელშეწყობა ამ მიმართულებით არ ხდება ქვეყანაში, ეგ არის უბედურება. კი, ამაში აი გახსოვს თქვენი საარჩევნო ეს იყო ზუსტად რომ ჩვენ ჩაუდგებით იქ სახელმწიფოს ვალდებულება რომ იქ 5 წლის განმავლობაში მიშენ და იქ გაგიყვანო საერთაშორისო ბაზარზე. ანუ ეს ყველაფერი იგნორირებულია. ჩვენ ევროკავშირი რა გვიქნაოდა, ბიჭო, ევროკავშირმა გიქნა ის რომ შენმა ხელისუფლებამ უნდა მოგაქციოს ყურადღება შენი პროდუქცია ესა რა ქვია ეკონომიკა გაამყაროს და წამოწიოს წინ და ამაღლოს რომ ევროკავშირში 7000 დასახელების პროდუქციის შეტანა შეგვიძლია კვოტები მოგცეს ჩვენ რომ შევიტანოთ მაშინ რა ქვია ევროკავშირის ტერიტორიაზე სტანდარტი უნდა დაიცვა ოღონდ და სტანდარტს გიმაღლებს ხარისხის სტანდარტს გიმაღლებს შენსავე ქვეყანაში ანუ მარტო გატანაზე კი არ არის შენსავე ქვეყანაში ეს სტანდარტი ხო მაღლდება როცა შენ უკვე მზად ხარ რომ გაიტანო ხო ამას და საინტერესო რა არის გიორგი კიდევ ერთხელ გაჟღერდა ხალხთან დიალოგი ხო ხელისუფლებას მოუწოდებს დიალოგისკენ ანუ რასაც შენ ამბობ შანს გაძლევს დაჯექი რა შენ ხალხთან სალაპარაკოთ ხო ეს ხომ არ არის მარტო ისე რომ ჩაგიკეტე რაღაცა ეს არ არის მარტო სანქცია ეს არ არის მარტო თქვა რაღაც ბერკეტი ხელისუფლებაზე ზეწოლის იქვე მოაყოლა რა არის გზა ავაკიდან გამოხვიდე და რატომღაც ამის დანახვა არავის არ უნდა იმიტომ რომ მე გეთახმები შენი სტატუსი ვნახე იმაზე ოპოზიციაზეო რატო არ წერ არაფერსო და ბიჭო პუტარია ეს ოპოზიცია პუტარზე არაფერს არ ამბობენ რეალობაში ესეა ხალხთან გეუნება გადი იმიტომ რომ მართლაც ოპოზიცია დღევანდელ სიტუაციაში მე და გიორგიც ვლაპარაკობდით იმის მაგურად ყურადღება ისეთ რაღაცებს მიაქციოს როგორიც შეიძლება სტანდარტებისთვის იყოს საჭირო მაგალითად ზურა გირჩი ჯაფარიძის დაჭერაზე იმას კი არ ამბობენ რომ კაცი რომელიც დაიჭირეს რომელსაც არანაირი კავშირი არ ქონია წინა ხელისუფლებასთან იბარებს ის კომისია რომელშიც შედან ადამიანები რომლებიც იმ ხელისუფლებაში პოლიტიკურ თანამდებობებზე იყვნენ კაცო ისინი იბარებენ ამას იმ ხელისუფლებასთან და ამას იბარებენ და თან რატო იცი რომ ეს ცნობს სინამდვილეში თუ ავიღებ დე ფაქტო სასამართლოს ცნობს მოდის დე ფაქტო პოლიცია ცნობს ხელებზე ბორკილებს იდებს და მიდის და ტელევიზიები აჩვენებენ სენტიმენტებს ეს ცოლთან როგორ შორდება ამ დროს შეხედე ადამიანს რო სამართლებრივად ვის იჭერენ იდეის გამო იჭერენ ხო ადამიანს იმიტომ რომ პოლიტიკური იდეა მე ან მივდივარ იმ პარლამენტში და არ ვცნობ ამ პარლამენტს ხო არ ვცნობ ამ პარლამენტს ჩემი პოლიტიკური შეხედულებაა და შენ მე ციხეში მსვავ იმის გამო რომ პოლიტიკური შეხედულება მაქვს თორე მოვდივარ კაცო შენ სასამართლოზეც მოვდივარ ზათვარ ყველაფერზე წამოვიდე ანუ იმაზე კი არ არის აქცენტები გაკეთებული რაზეც უნდა იყოს რომ სახელმწიფო სტანდარტებში საბჯდებით და მე ვიღაცას ეს რო უხარია და ამას თulis რომ ოცნებამ ამითი გაიმარჯვა ბჭო თავის თავს კისერში დანას უსმევს იმიტომ რომ ხვალ ასეთი ხელისუფლება რომელიც ასეთ სტანდარტებს არღვევს შენ რას გიზავს თვითონ ხო ან ხვალ შენ მოსთხოვ ვინ მე თუ კი დღეს მოითმენ ზარია ეთერში კი ბატონო საღამომშვიდობის ისაუბრეთ ქალბატონო პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ სიდამამისთვის მაგრამ მოგეხსენებათ მოყარეს პირში უძრახეო თქვენი გაერთიანების წევრები ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ეხლა რო არჩევნები ჩატარდეს ოცნება გაიმარჯვეს ეხლაც გაიფიქრეთ რომ ეს სიმართლეა ქალბატონო რომელი გაერთიანების ქალბატონო უკაცრავად ეროვნული გაერთიანება ვინ რომელი ამბობს ამას აი თქვენ წევრები ეხლა რო ოცნება ეხლა რო არჩევნები ჩატარდეს ოცნება გაიმარჯვებს ანუ არჩევნები რო ჩატარდეს ძველი სისტემით და ოცნების კონტროლის ქვეშ დიახ ну ქალბატონო თუ გაყალბებაზე საუბრობ რატომ თუ მოახერხა ნახევარი წლის წინ კონტროლის გაწევა არჩევნებზე დღეს რატომ ვერ მოახერხებს თუ კი არაფერი არ შეიცვალა და იმიტომ ვიძახი რომ უნდა შეიცვალოს აი ამაზე ჩვენც ამას ვამბობთ კი ბატონო გეთანხმებით აი გავაგრძელებ ახლა და ვიტყვი რისი თქმაც მინდა კი ბატონო აი როდესაც ახლა თქვენ ამბობთ რომ აი ოცნება გაიმარჯვებს ნუ ამის უკან თქვენ სხვა რაღაცას ფიქრობთ რომ უნდა შეიცვალოს იქ რაღაცა მაგრამ საზოგადოება იცით რას ამბობს თუ კი მაინც ოცნება უნდა გაიმარჯვოს მაშინ რაღაცე მიცეთ სხვა ხმად მაინც ამას მიცეთ ან სულაც არ წავლოთ არჩევნებზე თუ მაინც მათ უნდა გაიმარჯვოს ასე გამოდის რომ ზუსტად მათ წისხვილზე ვახან წავს
და რეკლამას უწევს. არა, თუ არის შემცვალე, თქვენც ხომ მაგას ამბობთ. გამონათქვამებისგან. არა, თქვენც ხომ მაგას ამბობთ, რომ თუ კი არ შეიცვალა საარჩევნო გარემო მთლიანად, ხო, ამ შემთხვევაში რასაკვირველია, ძალიან რთულია იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თქვენ ხო დაგვეთანხმეთ. ამაში ხო ერთად თანხმდებით. დიახ, მაგას გეთანხმები და იმიტომ ვიძახი, რომ იგნორირება უნდა გაუკეთოთ აი ესეთ არჩევნებს და ასეთ სიმართლეს. მაგას ვიძახი მე. აი ხლა სხვა საკითხზეც მინდა საუბარი. კი ბატონო. მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დროს პარტიები, ვისაც აქვს ამის საშუალება, ბეჭდავენ გაზეთებს, ბუკლეტებს და ურიგებენ ხალხს. დამიჯერეთ მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობას უკითხულობს ამას და აი ესეთი შემოთავაზება მაქვს. იქით ავიღოთ უბრალოდ თაბახის ფურცელი. მე დავბეჭდოთ პატრიოტ ალიანსის მოკლე ბიოგრაფია და აუცილებლად დაუცათ, რომ არა პატრიოტ ალიანსის მიერ სიცოცხლის რისკის ფასად მოპოვებული ციხის კადრები, რომლებიც მერე მსოფლიოს აჩვენეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ევროპა იძულებული, რომ სააკაშვილისთვის ებრძანებინა გადადექი. და იმიტომ წავიდა სააკაშვილი და არა რომელიმე სხვა ძალა მაიძულა ის წასვლას. მხოლოდ ევროპის მოთხოვნით იყო, დასავლეთის მოთხოვნით იყო, რომ გადადგა სააკაშვილს. ამიტომ აი და ეს აუცილებლად ამ მოკლე ბიოგრაფიაში უნდა აღინიშნოს. აი მის შემდეგ როგორ შეიქმნა თქვენი ეროვნული გაერთიანება და თუ თქვენ მოსახლეობას მიუმართოთ, გსურთ ჩვენთან გასაუბრება, უყურეთ ობიექტივს და დაგვირეკეთ ნომერზე, რომელიც თქვენთან არის ახლა მითითებული. და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, გპირდებით, აუცილებლად გამოსწორდება დემოგრაფიული მდგომარეობა, აიგრძელება ქართული მიწის გაყიდვა, აიგრძელება სათამაშო ბიზნესი საქართველოს მოქალაქეებისათვის და ბრძოლა გაიმართება ნარკომანების წინააღმდეგ, დავიწერთ ბარიგებს, ავადმყოფებს, უმკურნალებს. თქვენი სულ ზეპირად ვიცი თქვენი პროგრამა, მაგრამ აი ხლა თქვენაც ხო იცით, აი ეს ჩამონათვალი და ეს ფურცელი მე დავარიგოთ მოსახლეობაში. ნუ დავილოდებით არჩევნების მოსვლას, ბაზრებში, ხალხის თავშეყრის ადგილებზე, საავადმყოფოებში, აი ყველგან სადაც ხალხი იკრიბება თავს და ხშირად არის რომ თქვენთანაც რეკავენ და იძახიან, აი თქვენი პროგრამაზე გველაპარაკეთ, და ეს ფურცელი ვისაც ეკრიბა, რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ წაიკითხოს. და ამ ფურცელის განახლება უნდა მოხდეს ყოველთვის და დამიჯერეთ ძალიან დიდი რეზონანსი ექნება ამას და ძალიან ბევრი ხალხი მოგემატებათ თქვენ არჩევნებზე. კარგად ჯანდებოდეთ. დიდი მადლობა ზარისთვის, რჩევისთვის. მე კი ბატონო. ხალბატონსაც უპასუხებ მაშინ და მასაც ძალიან სწორი თქვა და არა მარტო საჭირო არისაც ამ ქალბატონმა თქვა გიორგი, არამედ ქალბატონო ჩვენ ალბათ დავიწყებთ იმას, რომ ევრო სტრუქტურებში კონსერვატიულ ძალებთან ურთიერთობას, რომლებიც ევროპულ კონსერვატიზმს წარმოადგენენ, რომ მათთან კონდეს შეხების წერტილები და მათი გამოცდილებაც გადმოვიტანოთ საქართველოში როგორ რანაირად, იმიტომ რომ ჩვენ ევროპაში ფაქტიურად ბუმს ვხედავთ კონსერვატიული ძალების წინ წამოწევის, ხო, პოლონეთშიც კი, პოლონეთშიც ორი კანდიდატი დარჩა, ერთი არის კაჩინსკის პარტიიდან და ერთი არის სოციალ-დემოკრატებიდან, თუმცა მათი ესე ვთქვათ დიდად არ განსხვავდებიან, მხოლოდ კაჩინსკის პარტიამ შეცვალა თავისი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც ძალიან გამიკვირდა, დანარჩენი ფაქტიურად იგივე ეს არის, ხო? ანუ კონსერვატიული მოძრაობა პორტუგალიაში ერთი კვირის წინ შეგან გაიმარჯვა, კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე გავიდა, წინა პარლამენტში ყავდათ ორი დეპუტატი და ეხლა ყავდათ 98 დეპუტატი, ფაქტიურად სასწაულები ხდება კონსერვატიული მოძრაობის. გიორგი, ოღონდ განმარტე, შენ თვითონ განმარტე ეხლა რომ კონსერვატიული პარტია ეს არ არის კონსერვატიზმი, ეს არ არის ურა პატრიოტიზმი, ეს არ არის ყველაფრის განადგურება და ანუ განმარტე შენ ევროპული კონსერვატიზმი რას ნიშნავს, რომ ხალხმა გაიგოს. ევროპული კონსერვატიზმი ეფუძნება
სახელმწიფოს უფრო მაღალ როლზე ვიდრე ვთქვათ ევროკავშირის ანუ ლიბერალური პოლიტიკის გატარების ალტერნატივა არის კონსერვატიზმი თქვათ ხო ანუ საფრანგეთში კონსერვატორები ამბობენ რომ საფრანგეთი არის უფრო მეტი ჩვენ ევროკავშირიდან არავინ არ გამოვდივართ და არცად არ გვინდა წასვლა ჩვენ ეს არის იდეალური გაერთიანება მაგრამ საფრანგეთის როლი მისი ეკონომიკური უფრო მეტი დაფინანსება უნდა წავიდეს εμაში რა ქვია ევროპულ ფრანგულ ეკონომიკაში უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს თქვათ მას რა ქვია შემსყიდველობითი უნარის ამაღლებას კონსერვატორები ამაზე ამახვილებენ ძალიან დიდ ყურადღებას საემიგრაციო პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი ემისთვის რა ქვია ევროპელი დემოგრაფიული ბატონო დემოგრაფიული პოლიტიკა რა თქმა უნდა არის ფუნდამენტური რაღაცები რომელსაც კონსერვატორები არ ემიჯნებიან ლიბერალიზმიდან მაგრამ ევროპელი კონსერვატორები ყველაზე მეტი ლიბერალები არიან ისინი ამბობენ ხა შენ თუ სოციალისტი ულტრამემარცხენე იყავი და მელაპარაკები თანასწორობაზე ძმობაზე და ერთობაზე და შენ მე ბლოკავ რანაირად არის ეგ ხო ანუ თანასწორობა ანუ დემოკრატიის წინააღმდეგ არ გამოდიან ესეც დავამატოთ დემოკრატიის აბსოლუტურად ეს არ არის ურაპატრიოტიზმის ეს რა ქვია აქტ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული კონსერვატიზმი კი არ გადმოვშუშოთ მოვარგოთ ჩვენ ქვეყანას იმიტომ რომ გადმოშუშულმა კანონებმა გადმოშუშულმა იგივე ლიბერალიზმმა იგივე თქვა სოციალ-დემოკრატიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ხო აი ეს რა ქვია ფრეიდი ამბობდა რომ ირლანდიაში ფსიქოანალიზი არ მუშაობს ბენდლერი და გრინდერი ამბობდნენ რომ NLP მას რა ქვია ევროპის ქვემოთ აღარ მუშაობს სხვა ეთნოფსიქოლოგია არის შენ თუ ეს არ მოარგე ამ ყველაფერს შენ ქვეყანას ესე ავიღოთ გადმოვწეროთ და იმასაც რა ქვია მიშას დროს რამ დაგუპა ჩვენ აიღებდნენ ევროპულ კანონს გადმოწერდნენ და მე შენ იმტრიე თავი როგორ შეასრულებ ამ კანონს ჩემი საქმე არ არის მთავარია მე კალკულება გავაკეთე ევროპისგან კალკულება იყო აბსოლუტურად გაკეთებული კი ბატონო ზარია ეთერში გიორგი ბოდიში ზარია ეთერში და გააგრძელებ ზარია შენ დიახ გისმენთ ისაუბრეთ გამარჯობათ ბატონებო მოგესალმებით დასაწყისისთვის ვიტყვი რომ მე ვარ პატრიოტთა ალიანსის წევრი ძალიან კარგი გააგრძელეთ ტელევიზორს დაწეული მაქვს მაგრამ ჩემი ხმი ბრუნდება უკან კი ესე იქნება გააგრძელეთ ეს არ არის პრობლემა ხო ანუ ვიცი თქვა მინდა ნათქვამია რომ სხვა ხვისომში ბრძენიაო ხო ასეა დიახ ზოგადად მეთანხმებით ანუ ჩემი აზრით მსოფლიოში დანთებულ ომის ცეცხლში ქართულმა ოცნებამ მშვიდობა შეგვიდარჩუნა მეთანხმებით ნაწილობრივ დიდი ძალის ხმევა არ ჭირდებოდა თუ რამეტანი იდიოტურად არ მოიქცეოდით ამ ცეცხლში რატო უნდა მოუხვედრილიყავით ეგ არ ვიცი ანუ ჩვენ წინა გადაცემაში 1 საათის წინ მე და გოჩამ ვისაუბრეთ ამ თემაზე და ზუსტად იმ დასკვნამდე მივედით აი მაშინ ვეკავდი ზუსტად და ამიტომ რომ ვერ გამოვედი ეხლა როგორც იყო გამოვედი თქვენთან და მე რითი თქვა მინდა მე ეხლა არქივნეზე პატრიოტ ალიანსს მივეცი ხმა და ძალიან ნანობ ამ შეცდომას აღარ გავიმეორებ და თქვენ კიდე რომ ზიხარ და ჭორაობთ სიმართლე უთხარით ხავ კი ბატონო იქნება თქვენ უთხრათ სიმართლე ქალბატონო რა თქმა უნდა ქალბატონო ტრიბუნა გააქვთ ხო არასოდეს არ ყოფილა რა თქმა უნდა ქალბატონი ჩვენი ამომრჩეველი ეს ისედაც გასაგებია როდესაც შეკვეთილი ზარი ხორციელდება ხოლმე საერთოდ ფსიქოლოგიურად ეხლა მეც ფსიქოლოგია ნასწავლი მაქვს და თქვენც იწყება საუბრით რომ მე ვიყავი თქვენი ამომრჩეველი ან მე თქვენ გაძლევდით ხმას მაგრამ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი აღარ მუშაობს ეს მუშაობდა ნუ ალბათ
2000 ნუ 90-იანებში 2000 წლის დასაწყისში, თუმცა მაშინ ესეთი ინტერაქტივი შეუძლებელი იყო ვინმეს დაერეკა ტელევიზიაში, მაგრამ ზოგადად დღეს ეს უკვე აღარ მუშაობს. ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს ქართული ოცნება, ამბობს, რომ მე არ მომწონს ქართული ოცნება. ვისაც არ მოსწონს ნაციონალი, გეუბნება, რომ არ მომწონს ნაციონალი. რამდენიც არ უნდა დაარეკოთ პირდაპირ ეთერში და თქვათ, რომ თქვენ მოგწონთ ქართული ოცნება. იმას, ვისაც არ მოსწონს, მაინც იტყვის, რომ არ მოსწონს. თქვენ აზრს ვერ შეცვლით. ეს არის, ამას ვერ ხვდებით. ამას სპეცსამსახური გაკეთებინებს, თქვენ თვითონ აკეთებთ. არა აქვს მნიშვნელობა. ეთერში იმ აზრის დაფიქსირება რა აზრსაც თქვენ აფიქსირებთ, ამის უფლება თქვენ გაქვთ. მაგრამ ის რომ ამას აღყვება ხალხი, ამის იმედია, ნუ გექნებათ, იმიტომ რომ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით მე და გოჩა. ადამიანი, პენსიონერი იქნება სოციალურად დაუცველი ვეტერანი, არა აქვს მნიშვნელობა. რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ მივიდეს აფთიაქში, მისთვის საჭირო წამალი იყიდოს, იმისთვის რომ მივიდეს მაღაზიაში, მისთვის საჭირო პროდუქტი იყიდოს, რამდენიც არ უნდა ეძახო შენ მას, რომ მოითმინე და ქართული ოცნება კარგია, ის ამაში ვერ დაგეთანხმებათ, იმიტომ რომ ის თვლის რომ სახელმწიფო მასზე უნდა ზრუნავდეს, იმიტომ რომ თავის დროზე ის ზრუნავდა სახელმწიფოზე. როდესაც ვეტერანზე გვაქვს საუბარი, ადამიანი რომელიც იბრძოდა, მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა ამ სახელმწიფოს მომავალში და დღეს რომ ასე დღეშია, ის სახელმწიფოს პირდაპირ თხოვს, რომ იცი რა არის, თავის დროზე მე ჩემი გავაკეთე, ეხლა შენი გასაკეთებელია, მაგრამ სახელმწიფო რა არის? სახელმწიფოს მართავენ კონკრეტული ადამიანები და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ თუ მართვა არ შეგიძლია, გვერდზე გაიწია მარტო იმის გამო, რომ შენ ფულს შოულობ, ნუ ღუპავ ამ ქვეყანას, კაცო, უკვე საკმარისი გაქვს ნაშოვნი. წადი, არავინ არ გთხოვს, გინდა თუ არა, პასუხი აგე, თუმცა შეიძლება დადგეს დრო, როცა აგებინებენ ამ პასუხს, მაგრამ დღეს რო ხედავ, რომ ინგრევა ეს სახელმწიფო, დაატოვე რა, უკვე ბევრი გაქვს ნაშოვნი. წადი. რა არის, გიო, მე არასოდეს არ ვამბობ ხომ, არა მაქვს ხომ იმის პრობლემა, რომ წინა არჩევნებზე ვიღაცამ ჩვენ მოგცა ხმა და მომავალ არჩევნებზე ის არ მოვა და არ მოგცეს. ის არ მოგცემს სხვა მოვა, იმიტომ რომ ეს არ აკვე და სხვა მოგცემს, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია ესეთი სისტემაა, რომ შენ არჩევნების წინ ან წინა საარჩევნო პერიოდში, ან იმ 4 წლებში, როცა ეს არჩევნებიდან არჩევნებამდე შენი მუშაობას როგორ წარმართავ, როგორ დააყენებ შენ საკითხს და სახელმწიფოს მოწყობის, ან ეკონომიკის განვითარების, ან პოლიტიკის, ან საგარეო პოლიტიკის განვითარების ვექტორს, როგორ დაანახებ შენ ამ მომრჩეველს. სულ ვამბობ ხოლმე, კაცო, ჩვენი რეგიონი, სადაც მე ვცხოვრობ საფრანგეთში, ისტორიულად იყო სოციალისტების ციტადელი. მოვიდა მარინ ლეპენი, ისეთი პროგრამა წარმოადგინა, რომ 80%-თან მიცა მარინ ლეპენს სარაკია ხმა. შეიძლება მომავალ არჩევნებში ისევ სოციალისტებს წვანეებს მიცემ, ვინ როგორ წარმოადგენს ამ იმას. ეს ჩვენზეა, მე ამაზე რა ქვია, პოლიტიკოსებზე, პარტიებზე დამოკიდებული, როგორ წარმოვადგენ ჩემ თავს მე ამ მომრჩევლის წინაშე. კი, გიორგი, ეგ 100%-იანია, უბრალოდ მე რის თქმა მინდა, რომ შეიძლება შენგან წავიდეს ამ მომრჩეველი, თუ შენ იდეოლოგიას ცვლი და ის გეუბნება, მე რომ შენთან მოვედი, შენ ამბობ, რომ ამ გზით ვიარო და ეხლა მე უნდა მოდი სხვა გზით ვიარო და წავედი. აქ ლოგიკურია. როდესაც ამ მომრჩეველი შენგან მიდის, მიუხედავად იმისა, რომ შენი იდეოლოგია არ არის შეცვლილი, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე ან გააზრებულად არ მიუწია ხმა, ან სხვა რაღაცას ელოდებოდა, ვერ გაერკვია იმ გეზში, რომელიც შენ ქონდა არჩეული. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას უნდა ველაპარაკოთ, რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, მაგრამ არ გავაფუჭოთ ურთიერთობა დასავლეთთან. თუ ჩვენგან ვიღაცა ელოდებოდა, რომ ჩვენ მარტო პრორუსული მიმართულებით ვივლით და დავძაბავთ ურთიერთობას დასავლეთთან და დღეს ხედავს, რომ ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ყველასთან უნდა დავალაგოთ, იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდება ეს ურთიერთობები და თუ ის ადამიანი გეუბნება, რომ არა, შენ თუ იმასთან ალაგებ, მაშინ მე არ მჭირდები, ეს არის ის ადამიანი, თქვათ, რომელმაც თავიდანვე არასწორად გაიგო
ის რაზედაც ჩვენ საუბრობთ. თორე ჩვენი იდეოლოგია როგორ გაიგო, ჩვენ ხო ვამბობდით მაპატე გიორგი, ჩვენ მუდმივად ვამბობდით ერთ რამეს. რა იყო ნეიტრალიტეტის და თანაც აქტიური ნეიტრალიტეტის იდეა. ეს ხო არ იყო კაცო შევსულიყავით რუსეთის სამხედრო კავშირში. ხო ჩვენ ვამბობდით ნეიტრალიტეტს რატო? ოდეკაბეში ხო არ ვიძახდით ამას. ეხლა რა ვერ გაიგო? გადავრჩით ომს. როდის გითქვია რომ ომში ან ერთ მხარეს უნდა ყოფილიყავით ან მეორე მხარეს. ანუ რეალურად ის რაც ოცნებამ ნარატივი გააკეთა რომ მე რომ არ ყოფილიყავი ჩვენ აუცილებლად ომში ჩავერთვებოდით, ამას ჩვენ როგორ გვეუბნები კაცო იმ პოლიტიკურ ძალას რომელიც ამბობდა რომ რუსთანაც ნორმალური ურთიერთობა უნდა გქონდეს. ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ რუსეთში იყო, ეს არ ნიშნავს რომ შენ უარი თქვა ევროპაზე, ეს არ ნიშნავს იმას რა ქვია ნატოს იმაზე გახსოვს ვამბობდით კიდევაც რომ მივიღოთ თუნდაც მომაში როგორც მოკავშირე მონაწილეობა რაღაც გარკვეული ფორმებით, მაგრამ იმიტომ ნატოს სამხედრო პოლიტიკური ბლოკია. კი, და ამ დროს ეხლა გვეუბნება რომ გაგიბრაზდით და მივდივარ. ტყუილია ხო თავიდან ბოლომდე, იმიტომ რასაც ვამბობდეთ დღესაც იგივეს ვამბობ. ეგ თქვენ რაღაცა ვერ გაიგეთ, მაშინ და ანუ ყველაზე ცუდი რა არის, იცი? 2016 წელს რუსული იარლიკი პატრიოტ ალიანსს მიაკერა ქართულმა ოცნებამ. ყველაზე ცუდი ეს არის, რომ პირველი თორე ოპოზიციას, მაშინდელ ოპოზიციას პატრიოტ ალიანსის ეს რა ქვია მოსკოვში წასვლა არ აი რო გითხრა რომ აი გადაირიენ და გადაფიჩინდა რა ყოფილა ესეთი რაღაცა. ქართულმა ოცნებამ აწია ეს თემა თავისი მეინსტრიმული მედიის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თორე მე მახსოვს ეს რა ქვია მაშინდელი ოპოზიციის ასე ვთქვა ლიბერალური ოპოზიციის პოზიციებიც, რომლებიც ესე ვთქვათ, წავიდნენ მე. კი, არა, ზომიერი კრიტიკა იყო, კაცო, ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ისინი არ მალავენ, რომ რუსებთან უნდა და საშიში არის ვინც აგენტია, თორე ესენი ამბობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა გვინდა და აქედან გამომდინარე გასაგები იყო მათთვის. თან გაითვალისწინეთ, რომ რუსეთში მე რო ჩავედი, მე ჩავედი ვაშინგტონიდან. ხო, ვაშინგტონიდან წასული თან რუსეთში, ანუ ისინი ხედავდნენ, შეხვედრები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო რუსეთთანაც და ასე აღვიქვავდნენ. ეხლაც ასე აღვიქვავენ. სხვათა შორის იგივე ევროსკეპტიკოსებს გვეძახდნენ რაღაცა მომენტში და არა ის რომ თქვენ ხართ ანუ რეალურად ქართული ოცნებისთვის წარმოვადგენთ საფრთხეს. ხო იმათმა ხომ თავი გაიგიჟეს კაცო კონსტიტუციაში ჩაწერეს, იმიტომ რომ ერთი საფრთხე რომ ყველაზე მეტი ამერიკელები ჩვენ ვართ, ეს უნდა დაემტკიცებინათ ლიბერალური ოპოზიცია არავინ არ არის და მეორე მხარეს რუსებთანაც კავშირები აგერ ჩვენა ვართ კაცო რუსეთთანაც ესენი პრორუსები არიან. ნუ საინტერესო ხედვა იყო თვითონ ქართული ოცნების დღესაც. ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მას აღარ აინტერესებს არაფერი. ერთადერთი კიდევ ამბობ, აი ამ ქიმერას რაღაცას გამოეკიდა, რომ გინდა თუ არა გადაგარჩინეთ, ომში არ ჩაგაბით და რატო უნდა შეთრეულიყავი ამ ომში და ვინ გითრევდა ამ ომში? ჯერაც მტკიცებულება არავის არ დაუდვია, კი ამბობდნენ, რომ deep state მას გვაიძულებდაო, რომ წავსულიყავით, ოღონდ ეს deep state კაი სათხმელია. სახელი არა, გვარი არა აქვს. ვერავიზე ვერ იტყვი, რომ ამან მაიძულა, ხო? აი ეს ჩtildeოვანი მთავრობა და მთავრობამ თურმე აიძულებდა და აი გადაგვარჩინა ამას და ბიჭო იმის არ იყოს გიორგის ვეუბნებოდი ტაქსი ვზღოლი რომ სამი მიყვანს და მადლობა უნდა გადაუხადო იმისათვის რომ ავარიაში არ მომახვედრა რომ არ დამამტვრია ჩვეულებრივი რამეა რა ნორმალური ხელისუფლება ომში აგურ უნდა შესულიყო დღევანდელ სიტუაციაში ხალხო შეხედეთ რა ხდება ხო ზარია უპასუხოთ გესალმებით. მაპატიეთ, მაგრამ თქვენ რა გონიათ, თქვენი ცით ყველაფერი და ჩვენ ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ? კარგსაც ვხედავთ გადასარევად და ცუდსაც ვხედავთ და შეურაცხყოფენ დაანებეთ თავი ქართული ოფისიდან გარეკიებენ უშიშროების დავერბოლკებული უკაცრავად, მაგრამ გოჩა ჯოჯუა ქრისტიან დემოკრატები მიშას დაფინანსებული პარტიაში არისო? სხვისი გიგვით რამე და თქვენ სხვისი მიშას დაფინანსებულ ერთი წუთით მიშას დაფინანსებულ პარტიაზე როცა ლაპარაკობთ ეხლა ხან სხვათა შორის წულუკიანმა კიდე თქვა რაღაც ქრისტიან დემოკრატებს ეს ის პოლიტიკური ძალა ამბობს რომელმიც ცალკე პარტიამ მიიღო მონაწილეობა კი არა თავის პარტიულ სიაში რო შეიყვანა და მერე გამოიყვანა და ამბობს რომ ოპოზიციაა ჩემი
ის რა ქვია სოზარ სუბარის პარტია თავისი პარტიული სიჩ შეყვანილი თქვენ მელაპარაკებით ეხლა იმაზე რომ იმის გამო რომ ქრისტიან დემოკრატები თურმე გარკვეულწილად შევიდნენ პარლამენტში და ასე პარლამენტში მე ბევრი შევიდა და დღევანდელ სიტუაციაში ლაპარაკობთ რომ ეს იმის დაფინანსებული იყო ვისი დაფინანსებულია განაჩენი კაცო ნუ ყველაფერი ვიცით ეხლა ბიჭო ყველაფერი მოიცი კარგია იქნება გვითხრათ რა იცი ხო და ისე იკლავთ თავს გაგვიყავბელ არჩევნები გაგიყავბელ რამდენი პროცენტის მიიღეთ ეგეთ ზედმეტი იყო თქვენთვის რა ხო არა არ გახვიდეთ რატო თიშავთ რატომ აი როცა მე რო ამბობთ რომ ჩვენ ვამბობთ თითქოს შეკვეთილი ზარია და რაღაც ქალბატონო ეხლა თქვენ რო დარეკეთ როგორც დაიწყეთ საუბარი უკვე შეურაცხყოფას გვაყენებთ რაღაცა და ასე შემდეგ ობიექტივს როგორ უყურებთ ეგ გამაგებინეთ აი ობიექტივს უყურებთ თან აი დააკვირდი უყურებთ თან უყურებთ თავიდან იმიტომ რომ თავიდან იყო ეს ზარი ესე იგი თავიდან ბოლომდე სანამ დარეკეთ უყურებთ ობიექტივს ეხლა ისმის კითხვა თუ ჩვენ აქ რაზედაც საუბრობთ ამას თქვენ არ ეთანხმებით თქვენ გაქვთ სრულიად განსხვავებული პოზიცია და ოცნებას მხარს უჭერთ ობიექტივს როგორ უყურებთ მე მაგალითად მთავარ არხს არ ვუყურებთ იმიტომ რომ ამათი პოზიცია არ მაქვს მაშინ დავალება გაქვს მაშინ მოისმინე ხო გესმით რომ სხვანაირად არ აღიქმევა მარტო ჩვენი მხრიდან კი არა ხალხის მხრიდანაც და ჩვენ არ უბრაზდებით პირიქით ეგ ზარები მისაღებია ჩვენთვის ზარია კიდე აბა გითხარით გისმენთ რატო გაგვექცა დაგვექცა აბა კიდე გისმენთ ზარი შემოუშვით ალო დიახ გისმენთ ისაუბრეთ შემოგავესმი მე ვრეხავ მაშინ და თქვენ ახლა ვინ პასუხი გავს ის ხაცი ლაპარაკობს არა თქვენ საუბრობთ ეხლა თქვენ საუბრობთ ტელევიზორს ნუსმენთ თქვენ საუბრობთ ხო და აქედან გამომდინარე რამდენიც არ უნდა გაკეთდეს მსგავსი ზარი ჯერ თქვენ დაფიქრდით რომ ადამიანს უჩნდება კითხვა საიდან უყურებ ამ ობიექტივს რა როგორ რეკავ ამ ობიექტივში შენ თავიდან ბოლომდე უყურებ გადაცემას იმიტომ რომ არ გეცოდინებოდა თავში რა ითქვა ხო უკვე დამთავრდება გადაცემა რატო უყურებ ობიექტივს თუ კი განსხვავებულად აი 180 გრადუსით ხარ მიტრიალებული იქითკენ და ოცნებას უჭერ მხარს ყველას კარგად ესმის რომ ეს არის ზარი არავის არ აყენებს შეურაცხყოფას კაცო ეს თქვენი მოვალეობაა ფაქტიურად ასრულოთ ასეთი ზარები მე შეურაცხყოფას რატო ვაყენებ მე უბრალოდ ვამბობ რომ ჩვენმა მაყურებელმა ეს იცის იმ ჩემგან კი არ იცის და გოჩასგან ან გიორგისგან კი არ იცის ადამიანი ასევე რომელიც ზის და ობიექტივს უყურებს ხო აანალიზებს და ფიქრობს კი მაგრამ ოჯახაშენებულო თუ რეკავ და ამბობ რომ აი კარგია და მთელი ამბავი რაღაც ობიექტივს რატო უყურებ როცა არსებობს იმედი პოზიტივი რუსთავი 2 და ასე შემდეგ ის ადამიანიც ის მაყურებელიც ხო აანალიზებს ამ ყველაფერს ხო არა ყველაზე საინტერესო ესა რომ გოჩას ამოუქეკეს ქრისტიან დემოკრატებში ყოფნა და ნიკალალიაშვილი და დანიშნესე მადრაკვია ელჩადა მაგდა ანიკაშვილი ეთერში უზდემს რა ქვია ტელეკომპანია იმედის ეს იმ გოჩაზეა ლაპარაკი რომელიც ბადრი პატარკაცის შვილი საარჩევნო შტაბის პროზი იყო და ყველაზე დაზარალებული იყო მაშინ რა ქვია მაგდენი არ იცოდა ადამიანმა და რაც უთხრეს უცბად ეს გვითხრა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ შეურაცხყოფას არ გაყენებთ ხალხო აქ ჩვენ ყველანი ნაბრძოლები ვართ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ რომ ჩვენზე მეტი იცით მე თქვენ პირდაპირ გეუბნებით ჩვენ ვმონაწილეობდით კონკრეტულ სიტუაციაში მონაწილეები ვიყავით განა საიდანღაც რაღაცა გვესმის ვმონაწილეობდით იმ სიტუაციებში და იმას არასოდეს არ ვამბობ რომ თქვენზე მეტი ვიცით და უბრალოდ გეუბნებით ის რეალობა რა რეალობაც დგება დღეს ყველასთვის არის ცნობილი და ადამიანებს ვერ მოატყუებ რამდენიც არ უნდა დარეკოთ პირდაპირ ეთერში და თქვათ რომ თქვენ გიჟდებით ქართულ ოცნებაზე ნუ უმრავლესობა ასე ართულეს იმიტომ რომ უჭირს ხალხს მაშინ უნდა გამოხვიდეთ და თქვათ რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი როგორ გამოასწოროს სოციალური მიმართულება და გეტყვით მოდით აში დაუკრათ კაცო თუ ასეთი კანონია მიღებული და ეს კანონი რეალურია მოდით აში დაუკრათ და დაველოდოთ
როდის მოხდება ამის რეალიზება. ამას თუ, მაგრამ იმის თქმა, რომ ყველაფერი მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ გაკეთებულა და მარტო ეს რაღაც მითიური ის რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ თუ მართლა ფსიქიკურად შეშლილი არ ახარ, ომს არ დაიწყებ. ესე იგი ჩვენ მადლობა უნდა უთხრათ მთავრობას, რომ მათ გაიარეს ფსიქიატრიული ტესტი ჩაატარეს. იცი რა, გიორგი, მე მგონი მე უყურებ ხოლმე ქართულ არხებს შეძლების დაგვარად აი ესეთ ჩვენაირ ანალიტიკურ გადაცემებს და მე მგონი მართლა ერთადერთი გადაცემა ვართ მთელ აი ქართულ სივრცეში, როდესაც რაღაცას ვაკრიტიკებთ, ჩვენ იმის საპირწონეს ვდებთ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ანუ ეხლა რეცეპტს კი არ წერთ, მაგრამ ჩვენ ხედავს რომ შენ აქ რო ემაცქენი რა ქვია რაღაცა ცუდად აკეთებს ჯობია რომ ესე გაკეთდეს ანუ არა გიორგი პირდაპირ რეცეპტს ვდებთ ვეუბნებით ხელისუფლებას შექმენი მუნიციპალური აფთიაქები შექმენი მუნიციპალური პოლიკლინიკები ოღონდ კარგი სპეციალისტებით ისე კი არა რომ მისულმა ადამიანმა პირიქით რაღაცა უფრო გაიუარესოს ვიდრე იყო თქვა არა სპეციალისტებით დასვი დოტაციაზე შემოიტანე ის წამალი რომელიც ანალოგია და უფრო იაფია მაგრამ ხარისხიანია და ნუ ცდილობ რომ გააკეთებინო მილიონები იმ ხალხს ვინც ისაც მილიონერია და ამ ხალხის ხარჯზე ჩვენ პირდაპირ რეცეპტებსაც ვუდებთ გიორგი პოლიტიკაში ვუდებთ კაცო ახლა გიორგი მე მგონი უფრო იმას გულისხმობდა რომ აი პოლიტიკური შეიძლება პირდაპირ რეცეპტი რა მოსაზრებებს ვეუბნებით როგორ უნდა გამოვიდნენ მდგომარეობიდან ხო მარტო კი არ ვაკრიტიკებთ კაცო კარგსაც ვხედავთ ცუდსაც ვხედავთ იმაშიც აგერ შენ ამბობდი ახლა ზუსტად რომ ამ სამმა ქვეყანამ განცხადება 26 მაისზე რომ გააკეთა და რითი დაიწყო იცი 26 მაისი რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, იმიტომ რომ ამას ხო ვერ გაექცევი. ის 26 მაისი ხომ სინამდვილეში რა იყო? ჩვენი ევროპულ სივრცეში დავბრუნდით საბჭოთა კავშირიდან მაშინდელი რუსეთის იმპერიიდან გამოსულები. და დღესაც ამას ამბობენ, კაცო, იმას კი არ იძახიან რომ ევროპა ცუდიაო. დღესაც ეუნებიან თავის ამორჩეველს რომ კი, აი, უბრალოდ ორი ფეხით უნდა შევიდეთ, სუვერენულად უნდა შევიდეთ, თორე ევროპასთან არ ამბობენ ესე პირდაპირ, იმიტომ რომ ხდებიან ამდენს რომ არ შეიძლება ჩაჭრა. შენ იმ ტოტს ნუ მოჭრი რომელზედაც მართლა შენი დამოუკიდებლობა დგას, ხო? ეს ხო რეალობაა და აქედან გამომდინარეა, სწორედ რომ ჩვენ კიდევ ვეუბნებით, შანსები ეხლაც არის. გიორგი, იმას კიდევ ვცდილობთ, იმას რომ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. რაღაცა ფორმები მივცეთ. ვეუბნებით ხალხთან დაჯექი, დიალოგი რაც შემოგთავაზეს. იგივე უნდა უთხრათ ეხლა და ამას ვემზადებით, რომ მოდი ნაბიჯები გადადგი რა, ხალხთან ურთიერთობის ნაბიჯები გადადგი. ოპოზიციასთან ურთიერთობისთვის ნაბიჯი გადადგი, თორე ისე ვერ დაგიჯდება, ერთხელ მოატყვილე, ორჯერ მოატყვილე, მიშელის ის იყო რა ქვია ამდენჯერ მოწყვილების მერე ძალიან ძნელია. საარჩევნო გარემო შეცვლაზეა ლაპარაკი. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ვატარებდა, თან იგივე იმით გინდა ჩაატარო, რა ქვია CSKOT-ი და იგივე საარჩევნო გარემოთი. რაღაცა ცვლილებებისკენ გადადგინ ნაბიჯი რომ ადამიანებს გაუჩნდეთ იმისი იმედი რომ დასავლეთშიც უთხრათ, თუნდაც ჩვენ უთხრათ რომ კი ეს დგავს რაღაც ნაბიჯებს, რაღაც პროცესია, ტენდენცია მაინც დაიწყო, იმიტომ რომ იჭედება ხო ჩიხია, სულ არ დაჭირდება, შენ თუ დასავლეთი ასეთი მექანიზმები დაგაწובה, ეს იძულებული გახდება რუსულ, ჩინურ, ირანულ გზაზე წავიდეს, ხო ეს პირდაპირ ჩანს და არამის არ გვინდა ეს რომ ხელისუფლება მაკითხენ წაგვიყვანოს. იმიტომ რომ ხვალდაზე კიდევ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რასაც გიორგი ამბობს, მართლა ღაზას სექტორს დავემსგავსებით, არაპირდაპირ ბომბები შეიძლება არ იყოს, მაგრამ ადამიანები აქ ვეღარ იცხოვრებენ. ეკონომიკურად ამათ კი ექნებათ, კაცო, ხვალ რომ პური 100 ლარი გახდეს, ამათ იმდენი ფული აქვს ნაშოვნი, ესენი გაუძლებენ. ადამიანები ჩვენ ვერ გაუძლებთ ამ ყველაფერს. ჩვენს კი სერზე გადმოვა ეს ყველაფერი. კი, ბეირუთიზაციას მოვახდენთ აბსოლუტურად, როდესაც იქ ელიტა კარგად არის და ხალხი ზოგი ისრაელში გარბი, ზოგი საუდის არაბეთში აყვავებული ქვეყანა დაანგრია. კი ბატონო. გიორგი, დიდი მადლობა ჩართვისთვის, როგორც ყოველთვის. დრო არ ყოფნის. უნდა ველაპარაკოთ ობიექტივის ხელმძღვანელობას, რომ იქნება კიდე 1 საათი მოგვიმართონ. დიდი მადლობა გიორგი, დიდი მადლობა ჩართვისთვის. გელოდებით მომავალ ორშაბათს. ჩვენს მაყურებელს უნდა უთხრათ რომ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მე და თქვენ შევხვდებით ხუთშაბათს 6:30-ზე და სამივე ერთად შევხვდებით მომავალ ორშაბათს. კარგად ბრძანდებოდეთ.